პროსახელისუფლო ქართული მედია. პირველ ყოვლისა რუსთავი 2, იმედი პირველ ყოვლისა, მერე რუსთავი 2, პოსტივი, საზოგადოებრივი მაუწყებელიც, აგრეთვე 5, 6, 7 ვინც ის და 10 ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სააგენტო თუ ეგრეთ წოდებული რაღაც ვებ გვერდი თუ სოციალური მედიის გვერდი. აგრეთვე ტროლ ფაბრიკები და ფაბრიკების მიერ შექმნილი რაღაც უცნაურესი გვერდები, მიხეილ ყაბელაშვილის მხარდამჭერები, ბიზიდა ივანიშვილი 41, კობახიძე საუკეთესო პრემიერია და ვამუკამ დინარაძე კი საუკეთესო პრემიერი იქნება. ეს ორი უკანასკნელი გადავაჭარბე, გულახდილად გეტყვით, არ არის ასეთი გვერდების შექმნილი რამდენადაც ვიცი, მაგრამ უბრალოდ არსის ახსნა მინდა. ეს მედია საშუალებებად წოდებულები, განსაკუთრებით მეინსტრიმ მედიას გულისხმობ, ანუ იმედს, რუსთავი 2 და ასე შემდეგ, რასაკვირველი არის მეტასტაზები საქართველოს სახელისუფლო კი არა სახელმწიფოს ხელზე. მთავარი სიმსივნე არის ხელისუფლებად წოდებული ბანდა ქართული ოცნებისა, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის არც ყოფილა არასოდეს და არც არის და არც მომავალში იქნება. გაავრცელებენ სამგვარ ინფორმაციას ავრცელებენ. პირველი არის ტყუილები, პირდაპირ მნიშვნელობით სრული ტყუილები. მეორე არის მანიპულაციები, ანუ ნაწილობრივი სიმართლეები და უფრო ტყუილები. და მესამე არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი რამე ფრაზა ვინმესი კონტექსტის გაცნობის გარეშე საზოგადოებისთვის გაცნობის გარეშე კონტექსტისა ამბობენ რომ აი ვინმე მაგალითად სენატორმა შახინმა ერთ შემთხვევაში ან ევროპარლამენტარმა რომელიმე ან საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთისა სხვა შემთხვევაში ან ოპოზიციის წარმომადგენელმა რომელიმე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს თქვა და კონტექსტში კი არ არის ეს ყველაფერი ჩასმული მოთავსებული. და იწმევენ ხაზგასმით ვამბობ. სიძულვილს ამ ადამიანების მიმართ კამპანიას უგორებენ, ნიადაგს ქმნიან, საიმისოთ რომ მერე უკვე ამ მათივე ტროლებმა შეუტიონ ან ფაშინიანს, ან ზელენსკის, ან შახინს, ან რომელიმე ევროპარლამენტარს, რომელიმე უცხო ქვეყნის საზღვარგარეთის დასავლეთის ქვეყნის საგარეო უწყებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ელჩებს, რასაკვირველია, აგრეთვე ხელისუფლების კრიტიკოსებს ჩვენი სივრციდან, ავიცი მწერლებს, ზოგადად ხელოვანებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ზოგადად აქტიურ ადამიანებს და ასე შემდეგ. ეშმაკი მეგობრებო არის დეტალებში და ამ დეტალებს უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღება ყოველთვის. მაგალითად, აი ნახეთ წავიკითხოთ, რას წერს რუსთავი 2, მარკო რუბიო, როგორ მოგვილოცა ჩვენ რუსთავი 2 სეული გააზრებით, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჩვენ დამოუკიდებლობის დღე. მარკო რუბიო სახელმწიფო მდივანია შეერთებული შტატებში. ნახეთ ას ამბობს რუსთავი 2, როგორ გვაცნობს ამ ინფორმაციას. მარკო რუბიო ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. არაჩვეულებრივი წინააღმდება. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. ეს დაწერა მარკო რუბიო. აი რატომ არის მანიპულატორი ამ შემთხვევაში რუსთავი 2 და იმედსაც დარწმუნებული ვარ მსგავსი ინფორმაცია აქვს გავრცელებული. რეალურად ეს არ უთქვამს, ან მხოლოდ ეს არ უთქვამს მარკო რუბიოს. რეალურად მარკო რუბიომ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ იგითხარით რომ ეშმაკი არის დეტალებში. თქვა შემდეგი რა. ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დაღიარებულ საზღვრებში. კითხვა მაქვს რუსთავი 2-ის ხელისუფლების წანაზარდი, სიმსივნე, მეტასტაზი თანამშრომლების ქართულ სახელმწიფოებრივ სხეულზე გაჩენილი მეტასტაზების მიმართ. აი სრული ტექსტი. რატომ არ გააცალით თქვენს აუდიტორიას? რატომ არ თქვით რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას? ეს რატომ არ დაწერეთ? გამოვაქვეყნეთ თქვენ სოციალური მედიის გვერდზე. მეორე აბზაცი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც რუსთავი 2, იმედი, პოსტივი, საზოგადოებრივი მაუწყებელი გიმალავენ. არადა ეშმაკი კიდევ ერთხელ ვიტყვი არის დეტალებში. მეორე აბზაცი არის უმნიშვნელოვანესი მეთქი ვიტყვი ასე. ჩვენ ვდგავართ ქართული ხალხის გვერდით, წერს მარკო რუბიო, რომელიც ცდილობს მდგრადი უსაფრთხოების, ნახეთ ამ ზნას მიაქციეთ ყურადღებას, ცდილობს. მეორე ზნა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ცდილობს მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას არა, განმტკიცებას არა,
მარკო რუბიოს გააზრებით და მარკო რუბიო ესე კი არ წერს წერილს როგორც შემთხვევაში მილოცვის წერილს როგორც კობახიძე ან გურამ მაჭარაშვილი დაწერდა ან წერს. არა, მარკო რუბიოს ემუშავება მთელი სტაფი, რამდენიმე დეპარტამენტი, რამდენიმე ქვედეპარტამენტი, რომლებიც ყველა სიტყვას წონიან, ყველა სიტყვას აფასებენ, ბრეინშტორმინგები აქვთ, ამბობენ რომ ესე ასეს ჯობს თუ ისე მუშაობენ, არ ვიცი, ამგვარ ტექსტებზე დაახლოებით 2 დღის განმავლობაში. მერე გამზადებულ დოკუმენტს ხელმოსაწერად აძლევენ სახელმწიფო მდივანს. სახელმწიფო მდივანმა შეიძლება გადახედოს და შეიძლება არც აწერს ხელს და დიპლომატიური პოსტით იგზავნება ეს ამ შემთხვევაში ბაკაბოჭორიშვილის უწყებაში. კიდევ ერთხელ მიმეორებ, ჩვენ ვდგავართ ქართული ხალხის გვერდით, რომელიც ცდილობს მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის და მარკო რუბიო წერს ამგვარ სიტყვას, მიღწევას, ანუ მიღწეული არა გვაქვს არც მდგრადი უსაფრთხოებისათვის, არც თავისუფლებისათვის, არც დამოუკიდებლობისათვის და მარკო რუბიო მოგვიწოდებს არ მარკო რუბიოს უნდა ან მარკო რუბიო ამბობს რომ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც ცდილობს მდგრადი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევას. მესამე აბზაციც მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიღწევებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისაკენ. ახლა მე გეკითხებით, რატომ არ გაგვაცნოს სრული ტექსტი ამ მანიპულატორმა რუსთავი ორმა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რუსთავი ორის მიერ გამოქვეყნებული ამბავი პატარა ცნობა გაგაცანით თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავს, აწერია რომ ვულოცავ, არა, არ წერია ესე. წერია ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ სრულად რატო არ გაგვაცნო რუსთავი ორმა. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის მანიპულაცია, იმიტომ რომ თქვენ ამ შემთხვევაში მარკო რუბიო არ შეგჯავრდებათ, მაგრამ სხვაზე რო ავცელებენ სხვაგვარ ინფორმაციებს, თქვენ გეუბნებიან რომ დაიწყეთ გინება სენატორი შახინისა ერთ შემთხვევაში, ზელენსკისა მეორე შემთხვევაში, რომელიმე ევროპელი ლიდერისა, რომელიმე აქაური ლიდერისა, ქართული ოცნების მოწინააღმდეგისა, ქართული ოცნების მოწინააღმდეგე რომ არ იყო ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე რომ იყო მომხრე ქართული ოცნებისა, ანუ ბანდისა, რომელიც ასე ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს. კარგით. გადავიდეთ სხვა ქვესაკითხზე, აკითხარით რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წანაზარდი, სიმსივნე, მეტასტაზი, ქართული მედიად წოდებული 4 მეინსტრიმ საშუალება, მედია მეინსტრიმ საშუალება, აგრეთვე დაახლოებით 10 ვებ-გვერდი თუ სოციმედიის გვერდი და ასე შემდეგ, ასე ტროლები და თვითონ ექსპერტები არიან საქართველოს სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. მე ხა გაგაცნობთ პრეზიდენტ ტრამპის, უნდა შევიდე უბრალოდ თქვენის ნებართვით. ტელეკომპანია იმედის სოციმედიის გვერდზე. ჩაუწიოთ ხმას. ტელეკომპანია იმედის სოციმედიის გვერდზე. მე არ ვიტყვი, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ მიულოცავს პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ ყაველაშვილისთვის. არ ვიტყვი ხაზგასმით ვამბობ ამას, მაგრამ იმას კი გაჩვენებთ, როგორ მიულოცა ამათეული გაგებით პრეზიდენტმა ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე. მე არაფერს არ ვიგონებ, მე გაჩვენებთ სკრინს ან ასე ფოტოსურათს, რომელიც გამოაქვეყნა სწორედ იმედმა. იმედის არხზე რო ვარ, ეს ლოგოც ადასტურებს ამას. ამ შემთხვევაში გვარამია პირველ პლანზე. ნახეთ, სკროლავ, ნელ-ნელა ჩავდივარ, ნელ-ნელა უნდა მივიდე პრეზიდენტ ტრამპის მილოცვამდე, მივალ ახლავე და აი ისიც. ფოტოსურათია გამოქვეყნებული. ეს ფოტოსურათი თავად ყაველაშვილი და ტრამპი არის სექტემბრისთვისა, როდესაც წუთი და 21 წამით გადაეკვეთა ყაველაშვილი პრეზიდენტ ტრამპს, ორივე წერა 100-ია, წერა თითი 100-ია, ეს არის ნიუ-იორკში გადაღებული ფოტო, პროტოკოლური ასე ვიტყვი. მე აქციეთ ყურადღება ტრამპის ეგ ჩამონტაჟებულია ტრამპისაგან თქვენგან ასე გამოდის, ხო, ხელ მარცხნივ თუ არ ვწდები ან მარჯვნივ, მნიშვნელობა აქვს. აი ამ ფოტოს. სად არის სატიტულო ფურცელი? კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ მიულოცავს ხაზგასმით ვიტყვი ამას, მაგრამ სად არის სატიტულო ფურცელი? რუსთავი ორი სხვადასხვა ესე არ აქვეყნებს, რუსთავი უბრალოდ წერს. და მე რაღაც სიუჟეტიც აქვს, გაჩვენებთ ამ სიუჟეტს, რომ ტრამპმა მიულოცა ყაველაშვილს ვითომდა. ასე ვიტყვი, მაგრამ თუნდაც ვიტყვი, რომ რეალურად მიულოცა, მაგრამ ახლა იმედზე ვართ შეჩერებულები. სად არის სატიტულო ფურცელი, სადაც ეწერია, უნდა ეწეროს The President of United States of America, ან White House მაგალითად, ხო? სად არის ეს ხვილად აწერს ხოლმე პრეზიდენტი ტრამპი ხელს აი აქ თანდართული ხელმოწერა და
His Excellency კი აწერია მიხეილ ყაველაშვილსო, მაგრამ მაინც. სად არის? ამას ხო აკრეფდა ნებისმიერი თანამშრომელი ტელეკომპანია იმედისა აკრეფდა ამ ტექსტს და ეს გამოაქვეყნებდა ამას მეც გავაკეთებდი ნებისმიერი ჩვენგანი. რა არის მადასტურებელი, რომ ტრამპმა მიულოცა ყაველაშვილს. ტრამპმა მიულოცა ყაველაშვილს ამის მადასტურებელი რა არის ვიღაცა მიდეკავდა და მაგრამ გაუთიშე ახლა და არ გავესაუბრები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საინტერესო დეტალებზე გავახვილებ ყურადღებას ჩემი მოსაზრებით. ეხლა ამ ლინკს ჩავხედოთ. Open link ხმას ჩაუწიოთ. ნახეთ. რუსთავი 2 სიუჟეტია ეს. სრულოცა ვეროვნულ დღესასწაულს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართულ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გასაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების ანუ არქივიდან არის ამოღებული კადრები. და არქივიდან რო არის ამოღებული კადრები, გადადებულია ვიღაც უგვარი ჟურნალისტის ან ჟურნალისტად წოდებული ხმა. ვითომ და ტრამპის არა, კი ბატონო, სხვაგვარად თქვა. ტრამპის მოლოცვის ტექსტი, რომელიც ან არსებობს, ან არ არსებობს, ვიტყვი ასე, თქვენის ნებართვით. ან არსებობს და არ არსებობს იმისა და გამო, რომ ჩვენ არ ვიცით, არ გვინახავს დიპლომატიური პოსტით გამოიგზავნებაო, მოდის ვიხდი. რომელიმე თქვენგანი მეტყვის და მართალიც არის დიპლომატიური თუ ეს არსებობს, დიპლომატიური პოსტით გამოიგზავნება ორიგინალი. მაგრამ ავთენტურობის მადასტურებელი შეიძლება ყოფილიყო და არის ხოლმე როგორც წესი, გამოგზავნილი საელჩოში ან უშუალოდ პრეზიდენტ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში დასკანირებული ვერსია და შესაბამისად ეს დასკანირებული ვერსია უნდა გაეცნო ყაველაშვილს ფართო აუდიტორიისათვის. რუსთავი 2 მანიპულატორია მეთქი არ გითხარით და პრაქტიკულად არავინ ვინც მოულოცა საქართველოს ხაზგასმით ვამბობ უმრავლეს შემთხვევაში და არა მაინც და მაინც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არავის ტექსტი არ აქვს გადმოტანილი თავიდან ბოლომდე ზუსტად. მანიპულაცია ხდება, ამოკრებილია თუ ამოღებული ერთი აბზაცი, ერთი ლიდერის მილოცვისა, მეორისა, რაც აწყობთ იმას გვაცნობენ ხოლმე. სომხური მედიის ცნობით, მეორე ამბავს კი ამბობთ ახლა. სომხური მედიის ცნობით მანიპულაციის თაობაზე მეორე ამბავს. სომხური მედიის ცნობით მარკო რუბიო ერევნის აეროპორტში არარატ მირზოიანთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს და აეროპორტს ფაქტობრივად არ დატოვებს. ასე მოხდა თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი აღარ გადავიმოწმებია, ანუ დატოვა თუ არა მარკო რუბიო, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო. ანუ მარტო აეროპორტში რომ გაჩერებულიყო. რას ადასტურებს ეს? ეს ადასტურებს რომ მარკო რუბიო მოიცალა მიუხედავად იმისა რომ ეჩქარებოდა სადღაც გაჩერდა გზად სომხეთში. სწრაფად მოაწერა ხელი ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს რომ მოაწერა ხელი, სწრაფად გაფრინდა, გაეშურა თავის გზაზე, ასე ვიტყვი. ანუ იმდენად ეჩქარებოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ან ზოგადად შეერთებულ შტატებს ამგვარ სტრატეგიულ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომ სომხეთში გზა შეიარა გზად, მიულოცა ეგრა მაგის პასუხია კოლეგას, ასე რომ ყოფილიყო და ფაშინიანს რომ არ შეხვედროდა, მიულოცა დრას გულისხმობს ეს ეგრეთ წოდებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც მართლაც მოეწერა ხელი ამერიკასა და სომხეთს შორის. რას გულისხმობს და მათ შორის გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას სომხეთთან და სომხეთი ამერიკის შეერთებული შტატები მე-7 ქვეყანაა უკვე, რომელიც დამოუკიდებელ წყაროებიდან მიიღებს იარაღს. რატომ აიარაღებს? ეგრა მაგის პასუხია, გავსვათ ეს კითხვა. სომხეთს ამერიკის შეერთებული შტატები, ხომ ფაქტია, რომ სწორედ არამილიტარიზებული სომხეთი უფრო უნდა აწყობდეს შეერთებულ შტატებს და არა იარაღით გაძეძგილი. ხო ფაქტია, რომ შეერთებულ შტატებს უნდა რომ მართლაც დამყარდეს სამუდამოდ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ზოგადად კავკასიაშიც. მაშინ რატომ აწვდის იარაღს, რატომ ყიდის იარაღს სომხეთზე ამერიკის შეერთებული შტატები და კიდე 6 სახელმწიფო. რუსული იარაღის ალტერნატივას რატომ სთავაზობს ცივილიზებული სამყარო სომხეთის რესპუბლიკას. მით უფრო რატო შესთავაზებს პრემიერ ფაშინიანის გარდაუვალი ჩემი მოსაზრებით გამარჯვების შემდეგ და შემთხვევაში. და მით უფრო მაშინ, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაგაფორმდება სამუდამო შეთანხმება, სამშვიდობო შეთანხმება, როცა ორივე ქვეყანა საზღვრებსაც გახსნის და ერთმანეთის პატივისცემას დაადასტურებს და დამოუკიდებლობასაც დაადასტურებს რასაკვირველია. რატომ? ეს კითხვა დავსვათ. ამას რუსთავი 2 იმედი თუ სხვები არ გიამბობენ. რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არის, რომ სომხეთი იყოს მზადმყოფი ქვეყანა, არა აზერბაიჯანის წინააღმდეგ
თეორიულადაც გამოსარიც ხომში. არამედ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გარკვეული ინფორმაცია ამის თაობაზე ანალიზი არსებობს და ინფორმაციაც რუსეთი დაიწყებს კონვენციურ შეტევას სომხეთის წინააღმდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ თუ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო საომარი მოქმედებები რაღაც ფორმით დასრულდება. დიახ, რუსეთს რამდენიმე სამიზნე აქვს შერჩეული. ეს არის ესტონეთი, ეგრეთ წოდებული ლენინგრადის ოლქიდან. ეს არის ლიეტვა და პოლონეთი. ბელარუსიდან უფრო სუვალკის დერეფანიათა კალინინგრადამდე გაჭრას გზა იმ კალინინგრადამდე, რომელსაც უკრაინელები ეგრე მაგის პასუხია უტევენ. ეს არის სომხეთი, რომელიც რუსეთთან განქორწინების რეჟიმშია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს განქორწინება დასრულდება უაღრესად პოზიტიურად წარმატებით სომხეთისათვის. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, სულ მინიმუმ. ეს არის მათ შორის გაგიკვირდება და საქართველოს, რომელმაც უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მაინც, მიუხედავად იმის, რომ პარტნიორი ბიზნა ივანიშვილი ეგულება აქ, მაინც გადმოდგამს ნაბიჯებს არა მხოლოდ საქართველოს დამატებითი დაპყრობის, განადგურების მიზნით, არამედ მათ შორის იმიტომაც, რომ საქართველოს სახმელეთო დერეფანი რუსეთმა გამოიყენოს სწორედ სომხეთზე იერიშების განსახორციელებლად თუ რევანშზე წავა. ამას, რომ რუსეთი რევანშზე შეიძლება წავიდეს და 7 ივნისს დასაჯოს ფაშინიანი, ან რეფერენდუმი რო ჩატარდება, აუცილებლად ჩატარდება ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, სომხეთში, მთლიანად სომხეთში, რეფერენდუმი, მაშინ დასაჯოს, ან უკვე შემდგომ შეუტიოს და გააჩეროს სომხეთის ევროსტრაფვა, ევროგზაზე სიარული, ეს მე მგონი გარდაუვალია და არ გამორიცხავენ ამ კონვენციურობსაც. რა უნდა გააკეთოს სომხეთმა, ეგრე მაგის პასუხია, გააჩეროს საკუთარი ევროგზა, უარი თქვას საქართველოსთან ერთად, მეთქი ესე, წავამცდა. დამოუკიდებელი სომხეთის ევროინტეგრაციაზე საქართველოსთან ერთად არიაროს ევროკავშირისაკენ, საქართველოს არ მიდის, ეგრე მაგის პასუხია უბრალოდ ესე. აღარ წამომცდა, ამიტომ გავიმეორებ ამ სიტყვას. რა უნდა გააკეთოს? ისეთივე ლიდერი აირჩიოს, როგორც ავირჩიეთ ჩვენ 2012 წელს, ანუ სომხურგვარიანი რუსი იმ შემთხვევაში ჩვენ როგორც ავირჩიეთ ქართულგვარიანი რუსი ბიზნეს სახით. კარგით, ეს მნიშვნელოვანი ასპექტებია, დეტალებია. მე ახლა უფრო ქართულ მედიას წოდებულ მეინსტრიმ მედიაზე, იბედზე, რუსთავიორზე და ასე შემდეგ, მანიპულატორებზე და სიმსივნეებზე ვსაუბრობ. ისინი არ გესაუბრებიან იმაზე, რაც ხდება გარშემო. ინფორმაციის, აი მაგალითისთვის, ისევ რუსთავიორი. მოდის ვიხდი, აი, გადავიდეთ და ვგაჩვენებთ ყველაფერს თუ არა, რაღაც, აი რუსთავიორის რაღაც საკითხებზე მაინც, რაღაც დეტალებზე გავამახვილებ ყურადღებას. რუსთავიორის საიტი კვლავ ჩაუწიოთ ხმას. მოყურეთ. დაილოცოს საქართველოს ფთიკა ფაცაცია, ფთიკა ფაცაცია თუ მღერის აღარ ვიჭირს. შალვა პაპუაშვილი, მორიგი ანტი დასავლური განცხადება. რაც არ უნდა ჭირი, მალო ჭირი, მაინც თავს არ დამალავს. ამ ჭირმაც არ დამალა თავი გუშინ ნახეთ აცმოძრაობის აქცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების ორგანიზებით. არა მხოლოდ შალვაია პაპუაშვილო, არამედ აცმოძრაობის კრიტიკოსებიც, მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი მომხრეებიც, მე შემიძლია გითხრათ 1.7 მინისტრის მოადგილე თქვენივე ხელისუფლებისა, ვინც იყო ამ აქციაზე. ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სულაც არ არიან ამორჩევლი. მაგრამ შალვა პაპუაშვილი ამ გუშინდელ აქციასაც, რომელმაც აუცილებლად დაზაფრა ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგ შეტევად მორიგ შეტევისთვის იყენებს, ესეც უნდა ვთქვათ. კალაძე, თბილისის მერიამ გაფანტული, ანუ ეს არ არის ხა მნიშვნელოვანი, ისევ პაპუაშვილი. მე უყურეთ აი ცდილობა, რომ ჯინ შახინი, დემოკრატიის სენატორი, ხო გააშავონ უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს ბუნებრივია უკრაინისთვის და მაგრამ აქ იწვევენ რაღაც სიძულვილს. აი მარგუს ცარქა, ეს არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისიც ამბობს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დრონებით შეტევა უნდა
განახორციელოს გააგრძელოს და მე მიდის ამ კონკრეტული პოლიტიკოსის და არ უხსნიან, შეგდებულად არ უხსნიან, რომ გარდაულა აუცილებელი რომ უკრაინა გადავიდეს შეტევაზე თუ უნდა რომ გაიმარჯვოს. მაგრამ რუსთავი ორი იქნება, ანუ წანაზარდი, სიმსივნე, სხვა ინფორმაციებიც არის ცხადია. სიმსივნე საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდისა. ეს ყველაფერი კონტექსტუალურად თუ წარმოეჩინა ქართული საზოგადოება მისივე აუდიტორიას თვინბე სადღობელაშვილი. თანამედროვე პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზინა ივანიშვილი გახლავთ ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივი განვითარების მთავარი გარანტი. ხა, უნებრივია სიტყვას არ წარმოვთქვა, მაგრამ რომ წარმომეთქვა, იცით თქვენ, რასაც დავახვედრებდი ვინმე სადღობელაშვილს. საერთოდ სადღობელაშვილის და ერთ ტიპები რატომ უნდა გამოგყავდეს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ავტორიტეტები არიან. ან ნინო ფოჩხუა ვინმე ავტორიტეტია. ან დავით ლორთქიფანიძე ვინმე ავტორიტეტია. რა იციან ამ პირებმა? მე ხო კითხულობ რეალურად. ასაჭიროა ხო, ირაკლი კობახიძე მაგალითად, სხვები და გაშავები და სიზულვილის კამპანიების აგორებით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში რუსთავი 2, იმ შემთხვევაში იმედი 1, ანუ ბანდიტური ტელევიზიები და ასე შემდეგ. კონტექსტს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, ეშმაკი დეტალებშია, ტრამპმა მიულოცა თუ არა ყაველაშვილს, ალბათ მაინც მიულოცა, მაგრამ ამის დოკუმენტი უნდა დაიდოს ხაზგასმით ვამბობ ამას და მეაქციეთ ყურადღება განსაკუთრებით რუბიოს გზავნილებს. რუბიო ამბობს, რომ თქვენ რომ მიაღწიოთ დამოუკიდებლობას. ამაში გეხმარებით და დაგეხმარებით ჩვენ. მადლობის მეტი რა გვეთქვის. როგორც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამ დამოუკიდებლობას რეალურად ებრძვის. ეს იცით თქვენ და იცის ყველა მსოფლიოში. რუსთავი 2-ის თანამშრომლებაც იციან უბრალოდ 3494 ლარი ხელზე ასაღებით არხა. გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე მათივე შვილების მომავალი. ნახვამდის.